მეორე თემა, რომელთაც გვინდა განვაგრძოთ ჩვენი საუბარი დღეს, საკმარისად ესეთი პრობლემატური არის თბილისი რუსთავის გზატკეცილზე. 9 სართულიანი საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით 15 მეტრში ახალი გზის მშენებლობა უნდა დაიწყოს. პროექტის მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის, მისი ფინანსური ერთ-ერთი მხარდაჭერი არის აზიის განვითარების ბანკიც. რაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ახალმა გზამ მოსახლეობას, ამაზე მარიამ ჯაჭვაძე მუშაობდა და დღეს სტუმრად გვყავს ბატონი დავით ტაბიძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ირინა სვანიძე, ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას, იურისტი. თუ შეიძლება სტუმრებო მოვბრძანდით, დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა. მე სამწუხაროდ ვერ წარმოვდგები ხოლმე, სადაც ვქნებავთ აქეთ და აქეთ. ესე კაბელებში ვარ ხოლმე გახვეული. ირინა დაბრძანდით. მარიამ, სანამ ჩვენი სტუმრები ემზადებიან ჩვენი პასუხებისათვის, მე მგონი მნიშვნელოვანია რომ შენ გაგვაცნო მთელი ის სამუშაო, რომელზედაც მუშაობდი და შემდეგ უკვე დავუბრუნდეთ მათ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. უკვე ლევან რამდენიმე წელია ადამიანებს ხვდები, რომლებიც საკუთარი სახლის ეზოსა თუ კორპუსის წინ დიდი მშენებლობების წინააღმდეგები არიან. გარდა იმისა, რომ ეს მშენებლობები მათ პირად სივრცეში ძალიან ახლოს იჭრებიან, მათთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოდ ყოფნა. არც ასეთი შემთხვევა არის გამონაკლისი, კონკრეტულად ეს არის რუსთავის გზატკეცილზე, ქვემო ფონიჭალაში. ჩვენ შეგვიძლია ხა ვიდეოც ვნახოთ, კადრები. 9 სართულიანი კორპუსიდან დაახლოებით 15 მეტრში უნდა აშენდეს ეს გზა, ანუ ეს გზა აი ამ ტერიტორიაზე გაივლის. ეს კორპუსი აშენებული არის კომუნისტების დროს და აქ ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ, უსინათლოები. მესამე სართულამდე ხდება კედლის აშენება. აი აქ დინდება კედელი, აი აქედან. ეს არის ძალიან ახლო, ამხელა ბანი რო კეთდება ავტობანი, ამდენი მოძრაობა ჯერ მშენებლობის პერიოდში რა დღეში ვიქნებით, თქვენ წარმოვიდგინეთ. მშენებლობის პერიოდში შედით მტკვარში უნდა ჩაჯდეს ხიმიჯები. რა ხმაური, რა უბედურება, რა მტვერი და რა გაუბედურებული ხარ. ესე იგი ჯოჯოხეთში მოგვიწევს ცხოვრება. ავტობანი რო გაივლის, რა თქმა უნდა, რყევა ექნება, ვიბრაცია ექნება თავისი და როგორ არ შეგვაწყობს, ხმაური ექნება და მეტი რაღა. ბუნება უნდა გაიჩეხოს და ამ მონაკვეთზე გაივლის გზა. ბაღები, ეხლა ამ დროისთვის ამ კორპუსში მაცხოვრებელ ადამიანებს აქვთ აქ ბაღები. ჩვენი პრობლემა რა არის? კორპუსი არის დეფორმირებული, აშენებულია 1970 წელს, უკვე 45 წლის არის. კორპუსს თავისი სიმტკიცე აღარ აქვს, 14 მეტრში უნდა აშენდეს, აქაც სტანდარტი დარღვეულია. მინიმალური მანძილი უნდა იყოს კორპუსსა და ავტობანს შორის 50 მეტრი. ბატონო დავით, პირველი კითხვა გვაქვს თქვენთან, დასაშვებია თუ არა, რას ამბობს სტანდარტი ამ შემთხვევაში საცხოვრებელი კორპუსიდან 15 მეტრში გზის გაყვანა? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. აღნიშნულ შეკითხვასთან დაკავშირებით მინდა პირველ რიგში კორექტირება შევიტანო, რომ ეს არ იქნება ავტობანი ამ მონაკვეთში, ვინაიდან და რადგანაც 6.81 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გადის ფონიჭალის პირდაპირ დასახლებულ ტერიტორიაზე, ეს იქნება ეგრეთ წოდებული ურბანული ბულვარი, სადაც იქნება სიჩქარის შეზღუდვა 80 კმ/სთ-მდე და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გამწვანების ზოლი, ხმის ჩამხშობი კედლები. ვიბრაციის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული სპეციალური ზომები აღნიშნულ კორპუსებთან დაკავშირებით. 15 მეტრში? 15 მეტრი არის ყველაზე ახლო წერტილი კორპუსის კუთხიდან, რომელიც იზრდება 25 მეტრამდე. ეს არის რეალობა, რომელიც ამ კორპუსს აქვს, ანუ ავტობანი მას ჩაუვლის ყველაზე ახლო წერტილი 14 მეტრი, 14 მეტრი. შენობის ერთ-ერთი ამ შემთხვევაში თბილისიდან რო ავიღოთ მიმართულება მარცხენა კუთხიდან ხმის ჩამხსობ კედლამდე. ექნება ყველაზე ახლო წერტილი 14.5 მეტრი და შემდეგ ეს დისტანცია იზრდება. რამდენი მეტრი არის თვითონ აი ეს ყველაზე ახლოს არსებული ერთი წერტილი? 14.5. და რას ამბობს სტანდარტი? ან ვითვალისწინებს სტანდარტი 14 მეტრს დასაშვებად? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი კატეგორიის გზა, როდესაც შენდება, სტანდარტიზაცია მით უმეტეს ჭირდა დასახლებულ ადგილებში კონკრეტულად არ არსებობს, ვინაიდან და რადგანაც დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც გადის ესა თუ ის ახალი მშენებარე გზა.
მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული სამი ალტერნატივიდან, რომელიც იქნა განხილული თავის დროზე, რომ დაგვეკავშირებინა თბილისი რუსთავი ურბანული სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა განხორციელებულიყო, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი, როდესაც ამის განხილვა ხდება, არის პირველ რიგში ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და რა თქმა უნდა განსახლების კუთხის ასპექტები, რათა მინიმალური შემხებლობა, პირდაპირი შემხებლობა ხაზს გაუსვამ, იყოს ამა თუ იმ ობიექტზე, რომელიც უკვე იქ განლაგებულია. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი, ესე რომ ვთქვათ, ალტერნატივა, რომელიც ყველა სამ პარამეტრს შედარებით აკმაყოფილებს და ყველაზე მცირე შემხებლობა გვაქვს უკვე აშენებულ კორპუსებზე, მრავალსართულიან კორპუსებზე და ასევე ბიზნესებზე თუ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც განთავსებულია ამ 7 კილომეტრიან ანუ გარემოსდაცვის ზემოქმედების შეფასება უკვე გაკეთებული არის? რა თქმა უნდა, გარემოსდაცვის ზემოქმედების შეფასება, ეგრეთ წოდებული დავაკონკრეტებ AI, ეს არის Initial Environmental Examination, ეს არის აზიის ბანკის მოთხოვნის შესაბამისად დაწერილი დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სატენდერო პროცედურების დასაწყებად. ვინაიდან და რადგანაც ეს ძალიან პრობლემატური მონაკვეთი არის, სპეციალურად დაყოფილი იქნა ორ ნაწილად. კონკრეტულად ჩვენ ესე რომ ვთქვათ მუნიციპალური განვითარების ფონდში დავყავით 2A და 2B მონაკვეთი. B მონაკვეთი შეეხება ზუსტად ამ მრავალსართულიან კორპუსებთან გამავალ გზის მონაკვეთს, რომლის გამოც საერთაშორისო ტენდერი იქნა გამოცხადებული, გამარჯვებული იტალიური კომპანია Nordes Progeti, მას მიეცა დავალება შეეფასებინა თუ რამდენად ზეოგური ზემოქმედება ექნებოდა მშენებლობის პროცესს და შემდეგ ექსპლუატაციის პერიოდს, შემდეგი 20 წლის განმავლობაში აღნიშნულ კორპუსებზე, როგორც ვიბრაციის, ხმაურის დონის, ასევე ჰაერის დაბინძურების. და როგორ შეაფასა, რას ამბობს ეს დოკუმენტი, როგორი გავლენა ექნება მათ დოკუმენტის მიხედვით რეალურად სტატიკურ კონსტრუქციული მდგრადობა შენობების შეფასებულია დადებითად, ანუ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რომ შეფასება გაკეთდა რა ზემოქმედება ექნება მშენებლობის პროცესს კორპუსზე. გასაგებია, რომ თბილისში ძალიან ბევრი კორპუსი უკვე ექსპლუატაცია გასულია და საჭიროა მათი ესე რომ ვთქვათ, გამაგრება ან რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენი დასკვნის მიზანი იყო, რამდენად ჩვენ გამოვიწოდით ამა თუ იმ ზემოქმედებას აღნიშნულ კორპუსებზე. დასკვნის შესაბამისად გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ ზემოქმედება ვიბრაციის მხრივ არ იქნება აღნიშნულ კორპუსებზე, რაც გამოიწვევს მათ დაზიანებას. რაც შეეხება ხმაურის დონეს, სპეციალურად გაკეთდება თანამედროვე დიზაინის ვიზუალურად ლამაზი, ესე რომ ვთქვათ, ხმის ჩამშობი ბარიერი, სადღაც 80 სანტიმეტრიანი ბეტონზე დამაგრებული მაღალი სიმაღლის გამჭვირვალე ხმის ჩამშობი ბარიერი, ხოლო რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას, მონიტორინგი იქნება როგორც მშენებლობის პერიოდში, ასევე ექსპლუატაციის შემდეგ 3-4 თვის განმავლობაში, რასაც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ირნა, ბატონმა დავითმა ახლა ძალიან ისეთი კარგად ჩამოაყალიბა ყველაფერი და ცოტა ზეციური საქართველო. ხუმრობ, თქვენ ადვოკატირებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც რა არის საწინააღმდეგო მოსაზრება და თქვათ რა შეიძლება თუ არა იყოს კედელი გამოსავალი ამ შემთხვევაში. ჯერ თავიდან დავიწყებ, რომ პირველი საკითხი რაც მაინტერესებს ახსენა ბატონმა დავითმა, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მზად გაქვთ. თქვენ გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მზად გაქვთ მხოლოდ პირველი და მესამე მონაკვეთებისთვის, შუა მონაკვეთისთვის ამ ეტაპზე არ გაქვთ გეზეში ანგარიში მზად და ჯერ ეს საკითხი, ანუ ამჯერად დოკუმენტი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შემდეგ ვუპასუხებ. კი ბატონო, მიპასუხეთ აუცილებლად. მეორე საკითხი რაც შეეხებოდა დაშორებებს, თქვენ აღნიშნეთ, რომ არანაირი სტანდარტი არ არსებობს ამ ეტაპზე. დაშორებასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში აქამდე პრაქტიკულად რაც რამე პროექტი განხორციელებულა გზასთან დაკავშირებით, იყენებდნენ ხოლმე ყოფილი SSR კავშირის დროს დაყენებულ სტანდარტებს, რაც გულისხმობდა, რომ მინიმალური დაშორება საცხოვრებელი სახლიდან კორპუსიდან უნდა ყოფილიყო 25 მეტრი და არა ნაკლები. ამჯერად ყოველ შემთხვევაში გვაქვს კანონი საავტომობილო გზების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ საავტომობილო გზის მშენებლობიდან დაახლოებით 100 მეტრის ბუფერულ ზონაში არანაირი მშენებლობა არ შეიძლება. ამ შემთხვევაში მაშინ ისმის კითხვა, თუ 100 მეტრის მანძილზე საავტომობილო გზიდან ნება არ არის დართული, რომ რაიმე ვთქვათ შენობა ავაშენოთ. მაშინ რატომ არის დაშვებული, რომ თუნდაც 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე საავტომობილო გზა გავიდეს უკვე არსებული საცხოვრებელი კორპუსიდან. ანუ რაღაც ეს ერთ საკითხი. მეორე საკითხი თქვენ ახსენეთ კედელს ესე ვთქვათ დავამონტაჟებთო, ავაშენებთო და ანუ ამით შეამცირებთ ზეგავლენას.
მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს კორპუსის მაცხოვრებლებმა დამოუკიდებლად, გამგეობასთან დახმარებით ჩაატარეს კვლევა, დაიქირავეს კომპანია შეპესე ლაბორატორია, რომელსაც შეუკვეთეს ჩაეტარებინათ კვლევა კორპუსის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. და ამ კვლევამაც აჩვენა, რომ კორპუსი ამჟამად არის დეფორმირებული და მასზე რაიმე ესეთი, ვთქვათ, მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ თუ მშენებლობამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს და საერთოდაც გრევა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში თუნდაც არ ვიცი მოსახლეობას ინფორმაცია აქვს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს როცა ხვდებოდა რომ თურმე აუშენებენ 5 მეტრიან კედელს. უბრალოდ ამას არ ჭირდება მე მგონი ბევრი გათვლები, უბრალოდ ისე რომ წარმოვიდგინოთ დეფორმირებული კორპუსი ავარიული, რომელსაც წინ უშენებთ 5 მეტრიან კედელს, არანაირი ესე ვთქვათ შემარბილებელი ღონისძიების სახით ეს არ შეიძლება უბრალოდ რომ ჩაითვალოს. მეორე საკითხი კიდევ არის გათვალისწინებული არ არის უბრალოდ რომ საცხოვრებელი კორპუსის უმეტესი მაცხოვრებლები ძირითადად დასახლებული არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით. მათი უმეტესი ნაწილი არის უსინათლო, მიჩვეული არიან იქაურ გარემოს. უკან უყურეთ კიდევ კორპუსის უკან როგორ არის გაშუქებული ციყო, როგორი ეზო აქვს თქვათ, მიჩვეული არიან გადაადგილებას იმ ტერიტორიაზე. იქ ახალი გზის გაყვანა ფაქტიურად გაურთულებს ამ პიროვნებებს გადაადგილებას. მე თვითონ ვესაუბრე ქალბატონს, რომელსაც ყავს ბავშვი, რომელიც არის ყრუმუნჭი და უბრალოდ ოდნა ვიბრაციაზეც კი ამ ბავშვს აქვს ძალიან ისეთი რეაქცია უწევს უშობას მისი დამშვიდება. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 14 მეტრის დაშორებით გადის საავტომობილო გზა, რომელიც არის ამხელა დატვირთვა ექნება, არ ვიცი რა იგულისხმეთ თქვენ რომ ეს არ არის მაგისტრალი და პირველი ხარისხის, ანუ ვერ ხვდები ამ შემთხვევაში რას გულისხმობთ. ეს ჩვეულებრივი დატვირთვა ექნება ხო ამ გზას. ანუ სად მიყავთ ეს მანქანები, რაც თქვათ დავიდან პირველ მონაკვეთში მანქანები წამო, იგივე გამოივლის მეორე მონაკვეთშიც, ხო, იგივე კორპუსთან. გასაგებია, თუ შეიძლება რომ ვიპასუხებინოთ და შემდეგ ისა დაგიბრუნდებით თქვენ. კი ბატონო, ეხლა შევეცდები კონკრეტული ფაქტებით, რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვას პასუხი გავცე. პირველი რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, სატენდერო დოკუმენტაცია უკვე ფაქტიურად მზად არის, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ კორპუსების და პრობლემატური საკითხის გამო არ მოხდა მეორე მონაკვეთის, ესე რომ ვთქვათ, გატენდერება. ბოდიში ხდე დავასრულებ. გატენდერება, რადგან ბოლომდე დავლოდებოდით კვლევის შედეგებს და იმის შესახებ საფუძველზე შეგვექმნა შემდეგ სატენდერო დოკუმენტაცია. ეს ტენდერის გამოცხადება იგეგმება თვის ბოლოს. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე აუცილებლად მოხდება მეორე ლოტის ტენდერის გამოცხადება. შესაბამისად, დოკუმენტი მზად არის, მაგრამ ეს დოკუმენტები ყველა ერთად გამოქვეყნდება ტენდერის გამოცხადების მომენტში. ეს არის აზიის ბანკის რეგულაციის მოთხოვნა. ჩვენი ქართული კანონმდებლობით რაც არის მოთხოვნილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ის დაწერის პროცესშია. ანუ რეალურად ჩვენ ვაკეთებთ ორ დოკუმენტს. ერთი დოკუმენტი, რომელსაც მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც უკვე მზად არის, მეორე დოკუმენტი, რომელსაც მოითხოვს ჩვენი კანონმდებლობა. ის დაწერის პროცესშია და უახლოეს მომავალში, როგორც აქამდე ყოფილა და გაუკეთებია მუნიციპალური განვითარების ფონდს, გახდება საჯარო და ყველა შეიძლება ნახოს ჩვენი შეფასების დოკუმენტები. საკითხი რაც შეეხება კედელს. მე ვახსენე აქ ხვის ჩამხშობი ბარიერი და არა კედელი. აქ არ არის საუბარი 5 მეტრიანი ბეტონის კედელზე, როდესაც არაფერი არ ჩანს. აქ არის საუბარი თანამედროვე ევროპაში ალბათ ნანახი გექნება თან ამერიკაში, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის ეს დანერგილი ხვის ჩამხშობი ბარიერი, რომელიც მიუყვება ავტობანს. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის, ნებისმიერი ვიზუალური მხარის, ჩვენ შემთხვევაში ავირჩიეთ გამჭვირვალე, რათა მოსახლეობას არ ქონოდა პრობლემა ვიზუალური მხარის, რომ დღევანდელი მათი გადასახედიდან იყოს გამჭვირვალე კედელი, კედელსა და სახლს შორის მოეწყობა სპეციალური გამწვანება, სკვერი, ხეთს არ დაუჩრდილავს. საკითხი ეს არის, რომ ჩვენ სამწუხაროდ კონკრეტულად ამ კორპუსის მოსახლეობა ბოლომდე 15 სექტემბერს ჰქონდა ბოლო შეხვედრა ყველა კორპუსის მოსახლეობასთან, ამ წლის 15 სექტემბერს, მანამდე მრავალჯერადი შეხვედრები ჰქონდა, სადაც იყო განხილვა დეტალური დიზაინის. თუ ზუსტად რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ. სამწუხაროდ ამ კორპუსის მაცხოვრებლები ბოლომდე ვერ დარჩნენ, არ ვიცი რა მიზეზების გამო, სადაც განვიხილეთ, რომ ეს არ არის კედელი. გასაგებია, რომ შეცდომაში შეიძლება სიტყვამ შეიყონოს, მაგრამ ეს არის ხვის ჩამხშობი ბარიერი, უბრალოდ ეს არის გამჭვირვალე, პლასტიკიდან დამზადებული, რა თქმა უნდა, მას ჭირდება რაღაც მზიდი და ეს იქნება სადღაც 80 სანტიმეტრამდე ბეტონი ქვედა ნაწილში, რომელიც ვიზუალურ მხარეს საერთოდ ხელს არ შეუშლის. რაც შეეხება გამწვანებას, რას თქვენ ბრძანეთ, იქ ეხა ბაღები აქვთ დაუშვათ ვიღაცას არის შემორაგული და საკუთარ ბაღად მიიჩნევს, მაგრამ იქ არის ძალიან დიდი მოსახლეობა, რომელიც სამწუხაროდ ამის გამო აღშფოთებას გამოთქვამს. ჩვენ შემთხვევაში წინა მხარეს გამოწყობა მოხდება ყველა იმ მიწის ნაკვეთის, რომელიც რეგისტრირებულია, კომპენსირებული იქნება ეს ხალხი და ჩვენი მხრიდან მოხდება გამწვანება მთელი ზოლის, რაც კი მიუყვება
კონკრეტულად რო გითხრათ, კილომეტრი 5-2-დან კილომეტრი 5-9-მდე, სადაც ღვთისმშობლი ბარიერი იქნება, მას გაუყვება გამწვანების ზოლი რეკრეაციული პარკის სახით და გაკეთება არა მარტო ერთ მხარეს, კორპუსის მხარეს, არამედ გზის მეორე მხარესაც. რაც ასევე პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კუთხით. დღეისათვის იქ მოსახლეობას არანაირი შემაკავებელი ბარიერი არ აქვს, რომ დაუშვათ ან ბავშვი იქნება თუ მოზარდი იქნება, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს და მოსახლეობაშიც მივიღეთ ჩვენი ინფორმაცია, რომ გადადიან მეორე მხარეს, არ არის ბარიერი და ხშირად იქნება რისკი ან ჩავარდნის, ან დაუშვათ თევზაობის არანებადართულ ადგილში, სადაც შეიძლება რაღაც რისკი შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად, გათვალისწინებულია როგორც უსაფრთხოების, ასევე გარემოსდაცვითი და ესე რომ ვთქვათ, აი რეკრეაციული გალამაზების პარკების შექმნის საკითხი. როგორც ერთ მხარეს, ესევე მეორე მხარეს. ბატონ დავით, თქვენი საუბრიდან ირკვევა, რომ თითქმის გადაწყვეტილია იქ-ის გაყვანა, ხო პროექტზე მუშაობა დასრულებულია უკვე ამ ეტაპზე და თუ განიხილება განსახლების გეგმაც ამ შემთხვევაში ამ კორპუსის მცხოვრებლებისთვის. კონკრეტულად თქვენ თუ საუბრობთ 12 VG კორპუსზე, ავტობანს არ გააჩნია ურბანულ გზას პირდაპირი შემხებლობა, შესაბამისად არც აზიის ბანკის სოციალური უსაფრთხოების რეგულაციებით და არც საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირი განსახლების საკითხში არ მოიაზრება, რომ ხალხის გამოყვანა მოხდეს ამ კორპუსიდან და სხვა კორპუსებში გადასახლება. ვინაიდან და რადგანაც არც კულევა არ გვიჩვენებს, რომ კორპუსი არამდგრადი იქნება ავტობანის მშენებლობის პერიოდში და ექსპლუატაციის შემდგომაც, შესაბამისად არ განიხილება მათი ასე რომ ვთქვათ კომპენსირება განსახლების კუთხით. კორპუსი არამდგრადია, თქვა ბატონმა და თუ შეიძლება. რას გულისხმობთ, რომ კორპუსი არის ამჯერად ნორმალურ მდგომარეობაში? ანუ ამ მოსახლეობას აქვს დასკვნა დოკუმენტი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ ჩატარებული, ხო? თან აქვს დამოუკიდებელი. და რა, ანუ თქვენ რა კვლევა ჩაატარეთ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ უგულებელი ყოთ ამ დოკუმენტს, რომ ანუ ეს დასკვნა ასეთია? კი ბატონო, გეტყვით მოგახსენებთ. ამიტომ ესე რომ ვთქვათ, ეს შეფესე ლაბორატორიის კვლევა. რამოდენიმე კითხვასაც მივაყოლებ. თქვენ ახსენეთ ახლა გამწვანება. ორივე მხარეს გამწვანება ახსენეთ, ხო? სად არის ადგილი უბრალოდ? სად აპირებთ გამწვანებას? ადგილი არ არის, ფიზიკურად ადგილი არ არის კორპუსთან, სადაც გამწვანება შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. სად აპირებთ რომ გამწვანება? დიახ, მაინტერესებს. კონკრეტულად ამ კორპუსთან ყველაზე ახლო წერტილი, ერთი წერტილი, ანუ კორპუსის კუთხე არის 14 მეტრში, ყველაზე შორი წერტილი არის 25 მეტრში. 14 მეტრიანი მონაკვეთიც რომ ავიღოთ დაუშვათ, რასაც თქვენ ბრძანებთ, რაც სიმართლე გითხრათ, არის ერთ-ერთი კუთხე მხოლოდ. გათვალისწინებულია, რომ სადღაც 4 მეტრის რადიუსში დარჩეს ავტომობილის გზა, რომ კორპუსზე შემოვლა შესაძლებელი იყოს ავტომობილით, ეს უსაფრთხოების სტანდარტი არის, რომ ორივე მხრიდან შეიძლებაოდეს კორპუსთან მისვლა თუ რაიმე ხდება. დანარჩენი 10 მეტრი მინიმუმს ვამბობ 10 მეტრი არის მანძილი, რომელშიც იქნება რეკრეაციული პარკი განლაგებული. ესე რომ თქვენ დაკავშირებით რაც ირინამ თქვა, ესე იგი ეს ორი დასკვნა რო არსებობს, ანუ თქვენი რომელიც ამბობთ ეს არ არის დეფორმირებული და გადავალეხა ეს შეფესე ლაბორატორიის დასკვნა, რომელიც 2 დღის უკან მივიღეთ მუნიციპალური განვითარების ფონდში, თუმცა დიდი ხანია მე უკვე საუბარი მაქვს, რომ ეს დასკვნა ჩემთვის გადმოეცათ. დასკვნის ბოლო კომისიის დასკვნას წაგიკითხავთ უბრალოდ რა. პირველი საკითხი, რომელიც კომისიამ გამოიტანა, ავტობანის გაყვანის შემთხვევაში შესწავლილ იქნას გზაზე მოსიარულე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გავლენა ახლომდებარე დაზიანებულ შენობებზე. მეორე საკითხი არის, რომ შენობას უნდა ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი, რომ არის ის რაღაც ბზარები არის, გაფუჭებულია, რაღაც რომ შეკეთება მოხდეს და მესამე არის შემოწმდეს მიწისქვეშა მაგისტრალური წყალშემცველი ქსელები. ამ საკითხებიდან პირველი არის ზუსტად ის, რის საფუძველიც იყო დაუშვათ ჩვენი დასკვნის გაკეთების, რომ ავტობანის მშენებლობა რამდენად ზიანს მიაყენებს უკვე არსებულ შენობებს. ამისათვის ჩავატარეთ 6 თვის განმავლობაში შესწავლილი იქნა იტალიური კომპანიის მიერ ადგილზე ჩატარებული იქნა ყველანაირი კვლევა, ასევე გაგვაჩნია ყველა არსებული ბინების შიდა ფოტოდასურათებით გაკეთებული ბაზისი. ეს კვლევები მოსახლეობას არ უნდა ჩართვაში აქ პიროვნულად ჩანდა, ამ ქალბატონს პირადადაც გადავეცით. კვლევები ღიაა, ნებისმიერ მსურველს, რომელიც მოითხოვს, შეგვიძლია გადავცეთ. ქართული თარგმანიც უკვე არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა, ეხა ტექნიკურ ენაზე. სადმე დევს, ბატონ დავით, ეს დოკუმენტაცია რომ აი თქვა წვანე. ან გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში სადმე გიდე? თანდართული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე. რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. იმიტომ რომ შესაძლოა სატენდერო პროცედურა დაიწყება, როგორც მოგახსენეთ, მაშინ მოხდება ამ დოკუმენტაციის ვებგვერდზე დადება. თორე დღევანდელ დღეს თქვენ თუ სურვილი გაქვთ წინასწარი, ესე რომ ვთქვათ, დრაფტ ვარიანტის
სამუშაო ვარიანტის ნახვის, ეგეც არ არის პრობლემა. მუნიციპალური განვითარების ფონდი ღია ორგანიზაციაა და ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გამოთხოვილი იქნება, შეგვიძლია მოგაწოდოთ. ერთი საკითხი არის, როცა ადგილობრივები ხდებოდნენ, ანუ ეს ხდება უკვე წელიწადნახევრის პროცესი არის, როდესაც უკვე ხდებიან მოსახლეობა მუნიციპალური განვითარების ფონდს. თქვენიდან ფაქტიურად არ აქვთ მათ სრული ინფორმაცია, სრულყოფილი ინფორმაცია. ყოველთვის ისტუმრებთ ესეთი მარტივი ერთი სიტყვით, რომ თქვენ კომპენსაციას ვერ მიიღებთ და ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ თქვენი კორპუსი მდგრადი იქნება და თქვათ არანაირი ზიანი არ მოგადგება. ამ შემთხვევაში მე გისურვებთ კითხვას. თქვათ კორპუსს ავტობანის მშენებლობის შედეგად მიადგა მართლა ზიანი და ვთქვათ გრევის საფრთხე შეიქმნა. ამ შემთხვევაში მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები იღებენ თავის თავზე. მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ყოველთვის იღებენ პასუხისმგებლობას თავის თავზე, რაც თქვენ ბრძანეთ, მანამდე აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს იმის გამო, რომ ფონდში მოდის უამრავი მოსახლეობა ყოველდღიურად, სპეციალურად შექმნილია საჭიროების განხილვებზე ხდებოდა და არა ყოველდღიურად. ბოლო საჯარო განხილვა, რომელიც ჰქონდა 15 სექტემბერს, შეუძლია დაადასტურონ თუნდაც მოსახლეობამაც, რომელიც ჩატარდა მუნიციპალური განვითარების ფონდში ბოლო განხილვას ვამბობ, სადაც დეტალურად გავიარეთ პროექტის მიმდინარეობის როგორ იქნება მან გამწვანება სამწუხაროდ ის ქალბატონი რომელიც ჩართეთ და იმ კორპუსის წარმომადგენლები ბოლომდე ვერ დაესწრნენ. მე არ მინდა ვთქვა რომ არ დაესწრნენ. თუ მათი სურვილი ექნება ჩვენ საჯარო განხილვები კიდე გვექნება მუნიციპალური განვითარების ფონდში ნებისმიერ მომენტში მე პირადად შევხვედრი ვარ მრავალჯერადჯერ. იმ ხალხს, რომელიც მაგ კორპუსში ცხოვრობენ, არა მარტო ფონდში, არამედ თვითონ ტერიტორიაზეც კორპუსის შესაბამისად ჩვენ ღია ვართ საკითხისთვის, რომ განხილვას ექვემდებარებოდეს და რამდენად ესე რომ ვთქვათ, ანუ ერთი არის მოთხოვნა ადამიანების, რაც არის ერთ მხარეს, მეორე არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა. სამწუხაროდ არც მოეთხოვება ნებისმიერ მოქალაქეს აუცილებლად სახელმწიფოებრივი აზროვნებით მიუდგეს საკითხი. იცით რა 20 წამში ჩვენ დავიდეთ ეთერიდან და ამ ადამიანებს კიდევ დარჩათ შეკითხვები, რადგან თქვენ თქვით რომ ვერ დაესწრნენ ისინი ბოლომდე 15 სექტემბერს შეხვედრას. შეგიძლიათ თუ არა რომ კიდე ერთხელ მოაწყოთ ეს შეხვედრა და ყველა ის დეტალი განვმარტოთ, რაც მათთვის ჩვენ კიდევ ბუნდოვანია, იმიტომ რომ დღეს შევხვდით და ბევრ კითხვაზე მათ პასუხი არ არის. ეთყობა საკმარისი არ არის მაინც. ნუ შეიძლება ვიღაცა ვერ დაესწრო, იქნება თქვათ უფრო ერთ მომენტს რომ ეს დღეს და ხვალ არ ნიშნავს რომ დაიწყება იქ მშენებლობა. ჯერ სატენდერო პროცედურა არ დაგვიწყია, ზუსტად იმის გამო რომ ეს კვლევა დასრულებული. კი ბატონო. ნახევარი წელიწადზე აიღო მარიამ ჩვენ ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული, კიდევ თუ არის ამისთვის დრო დარჩენილი. განსახლების კუთხით მათ ინტერესებს ამ ეტაპზე არ განიხილება და ვერც განიხილება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბოდიში მეგობრებო, არა, ვერანაირად ძალიან დიდი ბოდიში უკვე გაიჭრას. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუ როდესაც იქნება კიდე განხილვები, თქვენ დაესწარით აუცილებლად და თქვენივე თვალით დააკვირდით აი ამ პროცესებს. ჩვენც დავაკვირდებით, რა თქმა უნდა, მარიამ შენ იქნები დეზიგნირებული ამ პროცესზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო და ხალბატონებო მობრძანებისათვის.